კვლავ მწვავე განხილვის თემაა ბრიუსელიდან გაჟღერებული მოთხოვნები და ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჯერების საკითხი. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯები, რომ ეს საფრთხე აიცილონ. მმართველ გუნდში კი ბრიუსელიდან გაჟღერებულ მოთხოვნებს მუქარასა და დასჯის მცდელობად აფასებენ. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით 8 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას, რომ 31 აგვისტომდე აქვს მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. მათი შესრულება უბიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობად სახელდება. ქართულმა ოცნებამ რამოდენიმე დღის წინ პოლიცსაბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება. და რუსეთის მოკავშირე ძალები და თუ ვინმე ამის გამო ობეზურს მე გვიცავდა არის დასავლეთის ქმედებებში რაც ჩანს არის ის რომ ისინი დიქტატურასთან არ თანამშრომლობენ, არ ეგუებიან, იმიტომ რომ დიქტატურა არის მიუხედაველი სამართლებრივი კუთხით, მორალური კუთხით, პოლიტიკური კუთხით დასავლური სამყაროს. თუ ევროპასთან ურთიერთობა არ გინდა, თუ ევროპაში არ ხარ, მაშინ ყველა სიკეთეზე უარი გეთქმება. ეხლა იმიტომ გქონდა ეს სიკეთეები, რომ ევროპის ნაწილად დაუხომდნენ და თუ არ მიხდებით ევროპის ნაწილი აღარ გვექნება ეს სიკეთეები. რადგანაც ყობახიძემ გადაწყვიტა, რომ არა თავისი ეკონომიკური წევრები დასანქციდეს, არამედ დასანქციდეს ქართული ხალხი, რომ ოცნება თქვის, რომ თუნდაც ქართული ხალხი არის ღირსი საქართველოში სანქციების, ამის შემდეგ ახდა მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დღის წესრიგში. ამ რეკომენდაციებს ოცნება რა თქმა უნდა არ გაითვალისწინებს. ეს ჩანდა პირველივე წამებიდან, როცა ოცნებას საერთოდ სურვილიც კი არ გამოუთქვია, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების გათვალისწინება კი არა, დიალოგი გაიხსნა უბრალოდ და ესაუბრა ხალხთან, ესაუბრა ევროკავშირთან, რომ ყველას კი არა, რაღაცებს მაინც შევასრულებთ. და პირველივე წამიდან ჩანდა, რომ თვითონ ოცნებას დღეს მოწმობა თუნდაც პირიქით სურს, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ქართულ ხალხს გაუუქმო. ევრობიუროკრატიამა ძალიან კარგად იცის, რომ ოჯახურ ღირებულებებზე იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის თვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების უკან წამღები ქართული ოცნების გუნდა ქართული ხალხი არ არის. მიუხედავად ამის ამ ყველაფერს წერენ და გვაშანტაჟებენ, იმიტომ რომ ერთი მიზანი აქვს მოდის არჩევნები და აქვს სურვილი რომ როგორმე მუხტი აიწიოს და ისევ აშანტაჟებენ ქართულ ხალხს, რომ იქნებ როგორმე შეცვალოს ხელისუფლება და მოიყვანონ ნაცები ხელისუფლება. ეს დედლაინის სპეციალურად არის შემოგვიდებული, რომ არჩევნების წინ ფონი შექმნან, იქნებ რაღაცა დესტაბილიზაცია მოაწყონ მანამდე საქართველოში. საქართველო არის ლიდერი ქვეყანა ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, მოწინავე ქვეყანა, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების საკითხში და არანაირი შემოფარხებელი იმისა, რომ საქართველოს ამის გამო ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერა არ არსებობს. და თუ პოლიტიკური შანტაჟის გამო ეს ქვეყნები გადაწყვეტენ იმავე ნაბიჯის გადადგმას, ეს ძალიან იმედის გამაცვლებელი იქნება მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. მე მჯერა, რომ ეს ასე არ მოხდება. გავიდა დრო, ფარამ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ არ უნდა ევროკავშირის საელჩოს, რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდა იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი. განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში. პაპუაშვილის შეფასებით, ფარას დოკუმენტის თანახმად ირკვევა ის, რომ ჯოელსონის ღირებულებებზე როცა საუბრობდა, ამაში ფას გულისხმობდა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პარტია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ნელსონ მალინს ლობარიტულ კომპანია დაიქირავა და მას 360,000 აშშ დოლარი გადაუხადა. ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ორივე პარტიის კონგრესსა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს. მათ შორის არის სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ 1 სექტემბრიდან უვიზო მიმოსვლა შესაძლოა შეწყდეს დეზინფორმაცია, მისი თქმით, ეს თემა მიზან მიმართულად გააქტიურეს ოპოზიციისთვის სასარგებლოდ. ამბობდით, რომ გავა დრო და ფარა ყველაფერს გასცემს პასუხს. გავიდა დრო, ფარამ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ არ უნდა ევროკავშირის საელჩოს, რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს. შეგახსენებთ, ფარადან გავიგეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია
რომელიც იყო მოითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას ამ ყველა უბედურებას, იყო ამერიკელი ლობისტების არა თუ კონსულტაცია დაწერილი იყო, მათი ტექსტი იყო, მათ დაწერეს და ევროპარლამენტს მიაღებინეს ამერიკელმა ლობისტებმა. აღმოჩნდა, რომ ის NGO-ები, რომლებიც არ აღიარებენ კონსტიტუციას, არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებს, ხელისუფლებას, კანონმდებლობას, ეს ყველა ფინანსდება ევროკავშირზე და აქვე ერთს გეტყვით, აი როგორ ეწყობა ასეთად ეს ყველაფერი და როგორ ამუშავებენ NGO-ებს. ანუ იყო წერილი ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხესთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ ეს შანტაჟი ევროკავშირის ელჩის განცხადება და 2 დღეც არ არის გასული და საერთაშორისო გამჭვირვალობამ უკვე გამოაცხო ვიდეო, დამაშინებელი ვიდეო, რა უბედურებები მოხდება თუ კი სავიზო რეჟიმის შემოიღოს. ანუ ჩვეულებრივად ევროკავშირის საელჩო, ანუ ერთის მხრივ იწყებს შანტაჟ თემით და შემდეგ ფულს აძლევს NGO-ებს ამ პროპაგანდის საწარმოებლად თუ რა კოშმარი არის ევროკავშირის ბიუროკრატი, რომ ვიზა თუ დაგჭირდება, დაგტანჯავს, დაგამცირებს, სიცივეში დაგაყენებს, არაადამიანად მოგექცევა ევროპელი ბიუროკრატი იმისთვის, რომ ვიზა მოგცეს. ფაქტობრივად, რასაც ახლა ევროკავშირი აკეთებს, აბსურდია. საკუთარი თავით გვაშინებს. არის მცდელობა უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნას ინსტრუმენტად საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლისა, რომლის მიზანით საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების შეცვლა. და ჩვენ ვიხილეთ, რომ აბსოლუტურად უკონტექსტოდ უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ოჯახური ღირებულებები, ქართული გაგება ოჯახური ღირებულებებისა. ვიღაცას არ მოსწონს გამჭვირვალობა. ვიღაცას შეიძლება კიდე ბევრი რამე სხვა არ მოეწონოს, მაგრამ ამისი მიბმა უვიზო მიმოსვლასთან ეს არის ჩვეულებრივი თვითნებობა, ვინაიდან არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან ამას არ აქვს. 61 ქვეყანასთან აქვს კიდევ ერთხელ ევროკავშირის უვიზო მიმოსვლა. ჩახედეთ სიას ამ ქვეყნებისა და მოქალაქეებმა თავად დაასკვნათ, რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული ვიდრე საქართველოში. რო შევხედოთ ქრონოლოგიურად, იყო წერილი, შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი, წერილში არ წერია არანაირი თარიღი, სხვათა შორის. გამოვიდა ზეპირად ითქვა, ბატონო, გამოვიდა ელჩი, თქვა რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ 1 სექტემბრიდანო შეიძლება ეს უვიზო მიმოსვლა შეწყდეს. რაც არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არანაირი 31-ის 12 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად, ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ერთი. მეორე, ეს თემა შემოაგდეს, ასე ვთქვათ, თვითონ ეს საკითხი, რომლითაც ფაქტობრივად მისცეს საკვები ოპოზიციას, რომელიც არის აბსოლუტურად დარჩენილი ყოველგვარი იდეის გარეშე, რომ აჰა, ადექით ეხლა და იპარაზიტეთ ამ თემაზე, რომ რაიმენარით იქნება აღელვოთ საზოგადოება. ამერიკაში უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ნაციონალურმა მოძრაობამ ლობისტურ კომპანიას $360,000 გადაუხადა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. საქმიანობის მიმართულებებს შორის ვკითხულობთ, რომ კომპანიის მოვალეობაში ხელახალი არჩევნების მიღწევაში დახმარება ჩადის. დოკუმენტებით დგინდება, რომ ნელსონ მალინსის კომპანიიდან თანხა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩეულ რესპუბლიკურ კონგრესმენს ჯო უილსონსაც აქვს მიღებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ როგორც ნაციონალურ მოძრაობაში, ასევე მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათთვის სიახლე არაა, რომ ჯო უილსონი და ნაციონალური მოძრაობა ერთი მესიჯ ბოქსით საუბრობენ და ამაში ამერიკელი კონგრესმენი თანხას იღებდა. ეს კომპანია არის ერთ-ერთი გამოშვებული ამ სფეროში, ამას უკავშირდება ჩვენი არჩევანი, რაც შეეხება ზოგადად ლობისტურ საქმიანობას, ახლა არაფერი უკანონო ამაში და ასე არანახული არ გახავთ და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. რაც შეეხება მიზანს, მიზანი არის მათ შორის ამერიკაში და ზოგადად დასავლურ სამყაროში ყველა უნდა იცოდეს, რომ გარდა დიქტატორული ძალისა, რომელსაც აქვს კაფეო აქტივაცია რუსეთთან და ავტორიტარულ სამყაროს ქვეყნებთან, ასევე დემოკრატიული ეროვნული ძალები, რომელთა მიზანსაც მათ შორის წარმოადგენს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკასთან და დასავლეთთან ისევ კარგი ურთიერთობების გაგრძელება. რაც შეეხება ლობიზმზე ბრალდებებს, ამაზე უბრალოდ ესეც რა თქმა უნდა გახავთ აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება იმ ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს დახარჯული გაცილებით მეტი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ლობიზმში, მათ შორის ამერიკაში. ჯო უილსონი უნდათ წარმოიჩინოთ, რომ კაცი არის, ესე იგი, საქართველოში დემოკრატიის აღორძინებით აფრთხილებული, საქართველოში დემოკრატიის აღორძინებაზე გადამკვდარი მებრძოლი
და ეს ასე რომ არ არის, ეს ყოველ ნაბიჯზე ჩანს. ეს პირველად არ ჩდება ფარაში. ადრეც იყო ხო თანხები შედარებით ნაკლები ვიდრე ახლა, მაგრამ გამოქვეყნებული, რომელიც როდესაც ჯოინსონი ამ საქმიანობისთვის იღებდა. ამიტომ ყველამ კარგად უნდა დაინახოს, მათ შორის ჩვენი მოსახლეობაც ხედავს. მე ჯოინსონის პიროვნების დასახასიათებლებს სულაც ამჯერებდა ეს բոլო ინფორმაცია. მაგრამ ეს კარგი არის ქართული ხალხისთვის. ამით ჩვენ ქართულ ხალხს ვეუბნებით, აი ეს კანონმდებლობა არ არის საქართველოს დასაუბრებელი. ეს ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტია. თქვენ ჩვენი მოქალაქეები რომ იცოდეთ, ვინ იღებს უცხოეთიდან ფულს, რაში იღებს ამ ფულს და რაში ხარჯავს, ეს არის გარანტია საქართველოს უსაფრთხოების. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის შიდა ქართლში და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მოიღო. დაკავებულია 6 ადამიანი. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძესა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 დემონსტრანტის პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ლევან ბასილაძე დაიკითხა. მას ბრალდებულ ვასილ კაძელაშვილის ვიდეო აქვს ჩამოწერილი და დათვალიერებული. ის ბრალდების მოწმეა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ამით პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა სრულდება. უკვე დაიკითხნენ ძირითადი მოწმეები და დასრულდა ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა. აგვისტოდან დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ბრალდებულების წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა 4 სექტემბერს ეწურებათ. განაჩენი ამ დრომდე უნდა გამოცხადდეს. 8 დემონსტრანტს ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში შედავებიან. უნდა თქვას არ ვიცი, მე ველოდები სხვათა შორის იმ გამომძიებელს, ვინც ჩვენთან სახლში იყო თორნიკეს წაყვანის დროს. მაგასაც ვფიქრობ, რომ ტყუილს თუ იტყვის თუ არა, მართავს რასაც იტყვის, იქაც არაფერი არ იქნება. საინტერესოა, უბრალოდ მოусმენთ, თუ რას ვიზამთ, არც ეგ არ ვიცით. ალბათ მოусმენთ მაინც, მაგრამ გვეცოდინება, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. დღესაც ველოდებით ბრალდების მხარის მოწმეებს და მტკიცებულებებს. წინა პროცესზე ჩვენ გამოვაგვდეთ მთიანი მტკიცებულებები, საქმეზე ჯერ არ დაგითხოვა მთავარი გამომწებელი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ველოდებით, როდის გამოცხადდება აღნიშნული მოწმე. ამ საქმეზე ვის გამოკითხვას ვწოდები არის ჩემი მოწმეები, იმიტომ პირდაპირ მოწმეები არიან, რომლებიც დაადასტურებენ იმას, რომ რასაც ბრალდების მხარე ედავება, ჩემს დაცვის ქვეშ ყოფებს აღნიშნულ ქმედებას ადგილი არ ქონია. დანარჩენი ნებისმიერი ბრალდების მხარის მოწმე, ასე რომ ვთქვათ, საინტერესო და ინფორმატიული არ არის, იმიტომ რომ ქმედებასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციისა და მათი მედიების მხრიდან წარმოებულ კამპანიას ეხმიანება. შალვა პაპოშვილი სოციალურ ქსელში წერს პოსტის აქვეყნებს და კონკრეტულ კითხვებს სვამს. რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია არკვევს, გთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად ათხოვებას და ყოველ წელს 100 ნარჩევი გოგობიჭის მიგვრას. ამვითომ და გარკვევის მიზანის სინამდვილეში მათი პროპაგანდით ნაკარნახები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის ღიური რაციონის მიცემაა. სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა თავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს. თავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა რატომღაც რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც უვიზო მიმოსვლასთან წესით არანაირი კავშირი არ აქვს. ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში გარკვევის ყველაზე სწრაფ გზას. ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი როგორც სხვა დროს არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს. უნდა გაუქმდეს თუ არა ერთნაირ სქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა. უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აკრძალვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. პრემიერ-მინისტრმა ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტსა და უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ქართველი ხალხის შანტაჟზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ქმედებები არაპროგნოზირებადია და არ ექვემდებარება რაციონალურ პოლიტიკას. 2011 წლიდან დაიწყო უკვე
კამპანია ქართული ოცნების დამფუძნებლის წინააღმდეგ, ბატონი ბიძინევილიშვილის წინააღმდეგ და ზოგადად ამ ახალი მოძრაობის წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ ლაიტმოტივი ამ კამპანიის იყო ის, რომ თითქოს ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდა რაღაც რუსულ საწყისებზე. ეს არის ეგრეთ წოდებული deep state-ის ხელწერა. ქვეყნების მიხედვით პრაქტიკულად ერთი და იგივეა, იდენტურია ეს ხელწერა. არის მარტივი რაღაც იარლიხი, პრორუსი და როდესაც ჩვენ გინდა ისეთი პოლიტიკური ძალა გამოიყვანო დისკრედიტირებულად აწებებ მარტივად ძალიან მარტივად მას პრორუსიის იარაღს. ტრამპის გარდა არავინ ცდილობს ომის დასრულებას. პირიქით თქვენ თუ დააგვირდებით ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკას, უმრავლესობას გულისხმობ, თლიანად არის მომართული ეს რიტორიკა ომის გახანგრძლივებისკენ. პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს. deep state-ის ინტერესი არის, რომ გახანგრძლივდეს ომი. ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ბუნებრივია ეს შესძლო თეორიული სცენარი და პრაქტიკული სცენარი განადგურებას უხდის ჩვენს ქვეყანას, მაგრამ deep state-ისთვის იქნება ძალიან მონგებიანი. ეს მოახდენს რუსეთის ფედერაციის დამატებით დისკრედიტირებას. სამხედრო თვალსაზრისითაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ხნით წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა, რუსეთს მეორე ფრონტი შეუქმნის პრობლემებს. ზეწოლა ქვეყანაზე გრძელდება, საქართველოზე გრძელდება, ვიდრე არ გაქრება ომის ინტერესი, მანამდე ეს ზეწოლა აუცილებლად იქნება. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება. განცხადებაში საუბარია ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. სურს გამოეხმაუროთ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ არნახულ წნეხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს. საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს შექმნის პირველივე დღიდან ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების utopიური საკითხი კონკრეტული ჩtildeოვანი ძალებისთვის, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისთვის აუცილებლად გახდებოდა შანტაჟის იარაღი მათ ხელში და ასეც მოხდა. ქართული საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და რადგან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას ვერ ახერხებენ, საზოგადოება დაუპირისპირო მთავრობას. ეს კონფრონტაცია კი მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით და მმართველობაში აგენტურის დასმით. საზოგადოება ასევე ნათლად ხედავს, რომ ამ სახიფათო ვითარებაში არაფორმალურ ოლიგარქებს სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები საქართველოს თავზე დამოკლეს מחვილივით აქ ჩამოკიდებული. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ემოციურად რეაგირებს ამ თემებზე. განსაკუთრებული შფოთის საგანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემა, რასაც პატრონების დავალებით ადგილობრივი აგენტურა პროპაგანდისთვის იყენებს და ამ გზით ცდილობს ხალხის ემოციებზე ითამაშოს. ამ ფეთქებად საშიშ სიტუაციაში ჩვენთვის სრულიად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ინერტულობა და მეტიც გაურკვევლად დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთ ვითარებაში საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა. ერთი მხრივ ევროპელი ბიუროკრატები პირდაპირ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და რევოლუციურ პროცესებს მუხტს აძლევენ. მეორე მხრივ კი ქართული ოცნება დაჟინებით იმეორებს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მგზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პოლიტიკური ოქსიმორონი პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო მოწყვლად ხდის ქვეყანაში ისედაც არაჯანსაღ სიტუაციას. დღეს ევროკავშირი სრულ მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეგრადაციას განიცდის. ჩვენს მიერ ხსნენებულმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რასაც ხშირად deep state-ს იგივე გლობალური ომის პარტიას უწოდებენ, რუსეთ-უკრაინის ომი სრულიად ევროპის თვითად აქცია და ამ წნეხმა კიდევ უფრო დამძიმა ვითარება კონტინენტზე. განსაკუთრებით საგანგაშოა ევროგაერთიანების და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღითიდღე მძიმდება. მაგალითად, კავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა გერმანია ეკონომიკურ რეცესიას განიცდის. შეჩერებულია ის მინიმალურის და რაც თუნდაც 2 წლის წინ ჰქონდა და ეს ვითარება მნიშვნელოვნად აისახება გაერთიანების სხვა წევრ ქვეყნებზე. ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი და ნეგატიურია. დღევანდელ ურთულეს ვითარებას უახლოეს პერიოდში დამატებით წნეხად დააწვება არაფორმალური ოლიგარქების ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად წევრმა ქვეყნებმა შეიარაღებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 5% უნდა დახარჯონ. კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ეს ნიშნავს ქვეყნების ბიუჯეტის მინიმუმ 15%-ის მიმართვას მილიტარიზაციაზე, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ სოციალურ ფონს ევროგაერთიანებაში და მეორე მხრივ ევროკავშირს აქცევს ერთ დიდ სამხედრო მონსტრად. ეს კი პირდაპირ ანადგურებს მის საფუძვლებს, რაც შექმნის
დღიდან იყო. ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობა, ქრისტიანული ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა. მოვლენების განვითარების შემდგომი სცენარი ხელის გულზე დევს. ერთი ხელით უკრაინას ევროკავშირში ეკაჩებიან, ხოლო მეორე ხელით ომის დაფინანსება მთლიანად ევროკავშირის ვალდებულებად აქციეს. ამ ნაბიჯით ოლიგარქები ორ კურთხელს ერთდროულად მოკლავენ. გახანძლებული ომით ბოლომდე დაანგრევენ ევროგაერთიანებას უკრაინასთან ერთად, ასევე მაქსიმალურად დაასუსტებენ რუსეთს, ვინაიდან ომისთვის საჭირო იარაღის სახსრებს მთლიანად ევროკავშირს გამოაცლიან, ხოლო მეორე მხრივ გაერთიანებაში დანგრეული უკრაინის ინტეგრირებით წევრ ქვეყნებს დე-ფაქტო და დე-იურე იცულებელს გახდიან მის აღდგენაში თითოეულმა ევროპელმა საკუთარი ჯიბიდან მიიღოს მონაწილეობა. ამ პროცესებს კი აქამდე უკრაინის მთავარი დამფინანსებელი ამერიკის შეერთებული შტატები არათუ შორიდან მიადევნებს თვალს, არამედ იარაღის ევროპულ ქვეყნებზე მიყიდვით საკუთარ ეკონომიკას ახეირებს. სწორედ ამიტომ ეკაჩებიან უკრაინას და მოლდოვას ევროგაერთიანებაში, თუმცა მოლდოვაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან მისი ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე სხვაში წვეთია ის პრობლემები ევროკავშირისთვის, რასაც დანგრეული უკრაინის აღდგენა შეუქმნის. შედეგად მინიმუმ 30 წლიან პერსპექტივაში ევროკავშირის ეკონომიკას თვითგადარჩენის რეჟიმში მოუწევს სულისღაფვა. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ არაფორმალური ოლიგარქების კარნახით კონტინენტს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ უმსხვილესი კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკაში გადავიდა, ხოლო ნაწილმა ჩინეთის ბაზარს მიაშურა, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო გაერთიანების ეკონომიკა. დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2%-ია. ამ ფონზე კი საქართველოში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდება. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროკავშირში ეკონომიკურ რეცესიას, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზრდას პროგნოზირებს. თავი რომ დავანებოთ ევროგაერთიანებაში არსებულ პოლიტიკურ ბაქანალიას, აგენტურის მმართველობის და სუვერენიტეტის სრულად განადგურებას, მინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, საით ეკაჩებით ქვეყანას, რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ ევროკავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია, გავთ კი გაცნობიერებული, რა დაემართება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თუ შეტრიალდა პოლიტიკური სიტუაცია და საქართველოს შეუერთდა ევროკავშირს. მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით თავად გვეუბნებიან უარს კავშირის წევრობაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჯანსაღი ვაშლი რომ დამპალ ვაშლში ჩააგდო, უმოკლეს ვადაში დაკარგავს ის სიჯანსაღეს. დაახლოებით ამ ალეგორიას გავს ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება 2030 წლისთვის, თუ მოხდება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. სწორედ ამიტომ თავი უნდა დავანებოთ საზოგადოების მოტყუებას და ილუზიებში ცხოვრებას. ეს არის ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულება და პასუხისგებლობა. უნდა შევწყვიტოთ, თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის.